წარმოიდგინეთ ასეთი კონტრასტი. ანუ, ერთ მხარეს არის მეთაური, რომელმაც უზარმაზარი, აურაცხელი სიმდიდრის მქონე ინდოეთი სულ რაღაც 8 თვეში დაიპყრო და მუხლებზე დააჩოქა. დიახ, სულ რაღაც 8 თვეში. ხო, 8 თვეში და მეორე მხარეს კი არის პატარა საქართველო, რომლის გასანადგურებლადაც ამავე მეთაურს 17 წელი და 8 სრულმასშტაბიანი პირდაპირ აპოკალიფსური ლაშქრობა დასჭირდა. ნამდვილად წარმოუდგენელი კონტრასტია. ჩვენი დღევანდელი წყაროების ანალიზის მთავარი მიზანიც სწორედ ეს არის. თქვენთან ერთად უნდა გავიყოთ თუ როგორ გადაიზარდა ერთი შეხედვით ჩვეულებრივი გეოპოლიტიკური დაპირისპირება ისტორიის ერთ-ერთი ყველაზე დაუნდობელი დამპყრობლის თემურლენგისა და საქართველოს 17 წლიან სისხლის მღრელომში. მართალი ხართ. ეგ ნამდვილად ისტორიული პარადოქსია, რომელიც ბევრ რამეზე გვაფიქრებს. და სანამ უშუალოდ მოვლენების ეპიცენტრში და ტაქტიკურ დეტალებში გადავინაცლებდეთ, მოდით მსმენელისთვის უფრო თვალსაჩინო გავხადოთ ეს ყველაფერი. ანუ, რა მასშტაბის ძალასთან გვაქვს საერთოდ საქმე? კი, ეგ აუცილებელია. წყაროებში მოცემული სტატისტიკა უბრალოდ გამაოგნებელია. თემურ-ლენგის იმპერია თავის პიკში, ეს არის 1405 წლისთვის, აკონტროლებდა დედამიწის ხმელეთის 4,3%-ს. მოიცათ, ეგ თითქოს პატარა პროცენტი ჩანს, მაგრამ რეალურად რო წარმოვიდგინოთ, რამხელა ტერიტორიაა ეს ციფრებში. ეს დაახლოებით 6 მილიონი კვადრატული კილომეტრია. ვაუ! კი. ანუ, წარმოიდგინეთ ერთიანი უწყვეტი იმპერია, რომელიც გადაჭიმულია თანამედროვე თურქეთიდან და სირიიდან პირდაპირ ინდოეთამდე და ჩინეთის საზღვრებამდე. წარმოუდგენელი მასშტაბია. და რაც მთავარია, ეს ტერიტორია იმართებოდა ერთი ადამიანის აბსოლუტური შეუბრალებელი ნებით. ამ იმპერიაში ცხოვრობდა მსოფლიოს იმდროინდელი მოსახლეობის 11,36%. ანუ რამდენი ადამიანი გამოდის ეგ? ეს არის 50 მილიონი ადამიანი, მაშინ როცა მთელი პლანეტის მოსახლეობა სულ რაღაც 440 მილიონს შეადგენდა. მისი საომარი კამპანიების შედეგად კი 20 მილიონზე მეტი ადამიანი დაიღუპა. ანუ ჩვენ ვსაუბრობთ ძალაზე, რომელსაც თავისუფლად შეეძლო მთელი ერები რუკიდან გაექრო. ზუსტად. და აქ ჩნდება ყველაზე ლოგიკური კითხვა, თქვენთვისაც და ჩემთვისაც. რა უნდოდა ასეთი გლობალური მასშტაბის იმპერიას საქართველოსგან? რატომ გავხდით მთავარი სამიზნე? არ მჯერა, რომ ეს უბრალოდ, ხო იცით, გზად გავლა იყო? და არც ყოფილა. წყაროები ნათლად გვიჩვენებს, რომ საქართველოსკენ წამოსვლა არ ყოფილა თემურის რაღაც სპონტანური ახირება. ეს იყო რთული გეოპოლიტიკური ჭადრაკი, ასე ვთქვათ. საინტერესოა. ნახეთ, თემურ-ლენგის მთავარი მოწინააღმდეგე და სტრატეგიული კონკურენტი იმ პერიოდში იყო ოქროს-ურდოს ხანი თოხთამეში. ისინი ერთმანეთს ეცილებოდნენ აზერბაიჯანის ტერიტორიასა და იქ გამავალ უმნიშვნელოვანეს სავაჭრო გზებს. გასაგებია. ანუ დიდი მოთამაშეები უპირისპირდებიან ერთმანეთს. ზუსტად. და საქართველო ამ დაპირისპირებაში იყო სტრატეგიული გასაღები. კერძოდ, დარიალისა და დარუბანდის ხეობები წარმოადგენდა იმ სასიცოცხლო არტერიებს, რითაც ოქროს-ურდოს უზარმაზარ კავალერიას შეეძლო კავკასიაში გადმოსვლა და თემურისთვის ზურგში დარტყმა. ანუ, მოდით ესე ვთქვათ, საქართველო არ იყო უბრალოდ მსხვერპლი, ჩვენ ვიყავით გეოპოლიტიკური ბუფერი. ერთგვარი კარი, რომლის გაკონტროლებაც ორივე გიგანტს სჭირდებოდა, ხო? დიახ, ეგრეა. და სწორედ ამიტომ იწყება პირველი ლაშქრობა 1386 წელს, ბაგრატ მეხუთე, საქართველოს იმდროინდელი მეფე თბილისის ციხეში მაგრდება. და იცით, აქ ერთ საინტერესო დეტალს წავაწყდი წყაროებში. ქართველები იბრძვიან ტრადიციული მეთოდებით, მაგრამ თემური იყენებს ტექნოლოგიურ ინოვაციებს. კი, ეს ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია. ანუ, კედლის სანგრევ მანქანებთან ერთად ის იყენებს ცეცხლს სასროლი იარაღს, სარბაზნებს. ეს ხო მე-14 საუკუნის კავკასიაში ფსიქოლოგიური შოკის ტოლფასი იქნებოდა. აბსოლუტურად. წარმოიდგინეთ რა ხდება შუა საუკუნეების ციხესიმაგრე, სადაც დამცველები შეჩვეულები არიან მშვილდისარს და ხმალს და უცებ მათ წინააღმდეგ მუშაობს დენთი და უზარმაზარი ზარბაზნები. ეს არის ფსიქოლოგიური და ფიზიკური ტერორი ერთდროულად. ნამდვილად. მიუხედავად იმისა, რომ ქართველები თავად მეპის მეთაურობით
წარმოუდგენელ წინააღმდეგობას წევდნენ, ხო იცით, დღეში 2-3-ჯერ გამოდიოდნენ ციხიდან და მოალყეებს დიდ ზიანს აყენებდნენ. თემურის ამოუწურავმა რესურსმა და ტექნოლოგიურმა უპირატესობამ მაინც თავის იქნა. ანუ თბილისი დაეცა. კი, თბილისი დაეცა. მათ გაძარცვეს უმდიდრესი სამეფო ბიბლიოთეკა, ბაგრატ მეფე და მისი ოჯახი კი ტყვე ჩაიგდეს. მოიცადეთ, აი აქ ერთი წუთით უნდა შევჩერდეთ. როგორც დღევანდელ წყაროებიდან ჩანს, ტყვედ ჩავარდნილი ბაგრატ მეფე თანხმდება თემურის მოთხოვნას და ისლამს იღებს. დიახ, ასეა აღწერილი. როცა ამას ვკითხულობდი, პირდაპირ გავოგნდი. ქრისტიანი მეფე უბრალოდ ნებდება და რჯულს იცვლის. ეს ხომ ტოტალური კაპიტულაციაა, ნუ თუ მან მართლა ასე მარტივად დათმო ყველაფერი. სწორედ ეგ არის ის, რისი დაჯერებაც თემურ ლენგსაც სურდა. მაგრამ აქ იწყება სტრატეგიული თამაში, რომელიც ისტორიაში ალბათ ერთ-ერთ ყველაზე ეშმაკურსულად შეიძლება ჩაითვალოს. მართლა? აბა გვიანბეთ. ბაგრატი ხვდება, რომ პირდაპირი წინააღმდეგობა ტყვეობაში სიკვდილს ნიშნავს. ამიტომ ის აკეთებს მოჩვენებით ცვლას, იღებს ისლამს და ისე ოსტატურად არწმუნებს თემურს თავის ერთგულებაში, რომ თემური არა მხოლოდ ათავისუფლებს მას, არამედ ატანს 12,000 კაციან მონგოლურ ელიტურ ჯარს საქართველოში დასაბრუნებლად. ეგ რატომ? იმისთვის, რომ ვითომ ბაგრატმა მთელი მოსახლეობა გაამუსლიმოს. ეს არის პირდაპირ ტროას ცხენის ეფექტი ქართულად. ანუ ბაგრატმა გამოიყენა დამპყრობლის რესურსი საკუთარი მიზნებთვის, სანამ ის ამ 12,000 ჯარისკაცთან ერთად მოემართება, ფარულად აგზავნის შიკრიკს რუს ეგნატაშვილს თავის შვილებთან, გიორგისთან და კონსტანტინესთან. დიახ, ზუსტად. და აფრთხილებს მათ, ხო, მზად იყავით და ჩასაფრება მომიწყვეთო. და აი აქ ხდება ტაქტიკული შედევრი. შვილები უსმენენ მამას, იყენებენ ადგილობრივი რელიეფის ცოდნას, ვიწრო ხეობებში უსაფრთხკდებიან ამ 12,000 კაციან არმიას და მოკლედ ბოლო კაცამდე ანადგურებენ მათ. მეფე კი თავისუფალია. კი, მეფე თავისუფალია. და ამ მოვლენამ ფაქტობრივად ყველაფერი შეცვალა. ეს უკვე აღარ იყო მხოლოდ დარიალის ხეობის კონტროლისთვის ბრძოლა. ბაგრატმა თემურ ლენგი, ადამიანი, რომელსაც ნახევარი მსოფლიო შიშით შეჰყურებდა, პირად დაცინვად და მასხრად აგდება და აქცია. წარმოვიდგენ თემურის რეაქციას. წყარო პირდაპირ გვეუბნება, რომ ამ ამბის გაგებისას თემური ციტატა რომ მოვიყვანოთ, ჭკუიდან შეცდა ზედმეტი ბრაზით. ანუ ჩვენ ხედავთ კლასიკურ მიზეზ-შედეგობრივ კავშირს. პოლიტიკური კონფლიქტი გადაიზარდა პირად ვენდეტაში და სწორედ ამ ბრაზმა გამოიწვია მეორე შემოსევა 1387 წელს, არა? დიახ, ნამდვილად ეგრეა. მაგრამ ბუნება ამჯერად საქართველოს მხარეს აღმოჩნდა. მკაცრმა ზამთარმა, თოულმა და თოხთამიშის ახალმა სამხედრო მანევრებმა თემური აიძულა დროებით უკან დაეხია. თუმცა, როგორც აღნიშნეთ, ეს უკვე პირადი საქმე იყო და თემური ამას არ დაივიწყებდა. და ის ბრუნდება კიდეც. 1394 წელს მესამე და მეოთხე ლაშქრობები ცდილობს დარიალის ხეობის ჩაკეტვას თოხთამიშის წინააღმდეგ, მაგრამ ქართველები კვლავ უძლებენ. და მერე სცენაზე გამოდის ახალი პერსონაჟი, გიორგი მეშვიდე, ბაგრატის შვილი. ძალიან საინტერესო ფიგურა. კი, უდავოდ. მე რომ მკითხოთ, გიორგი მეშვიდის საგარეო პოლიტიკა არ იყო უბრალოდ გაბედული. ის პირდაპირ სუიციდური ჩანს. ანუ ის არ ჯდება ციხეში და არ ელოდება შეტევას, ის თავად იწყებს პროვოკაციებს. ზუსტად, გიორგიმ გადაწყვიტა, რომ საუკეთესო თავდაცვა თავდასხმაა. წყაროების მიხედვით, მან კავშირი დაამყარა ჯალაირიანთა დინასტიასთან და პირდაპირ დაარტყა თემურის სტრატეგიულ ინტერესებს. რა გააკეთა კონკრეტულად? მან ალინჯის ციხიდან, რომელიც 10 წელი თემურის ძალებს ჰქონდათ ალყაში მოქცეული, გამოიხსნა ბატონიშვილი თაჰერი, თემურ ლენგის დაუძინებელი მტერი. უფრო მეტიც, ამ ოპერაციის დროს მან დაამარცხა თემურის სარდლები. მოიცადეთ, გიორგი მეშვიდე პირდაპირ ათავისუფლებს მსოფლიოს ყველაზე საშიში ადამიანის პირად მტერს. დიახ. ეს ხომ პირდაპირ დათვის ბუნაგში შევარდნას და მისთვის ჯოხის ჭყლეტას ხავს. რატომ გააკეთა ეს? ხომ იცოდა, რომ თემური ინდოეთიდან ბრუნდებოდა წარმოუდგენელი რესურსით? ერთი შეხედვით ეს მართლაც თვითმკვლელობად მოჩანს, მაგრამ გიორგი იყენებდა პრინციპს მტრის მტერი ჩემი მეგობარია. თუ ამას უფრო ფართო გეოპოლიტიკურ ჭრილში შევხედავთ, საქართველოს სხვაგვარად გადარჩენის შანსი უბრალოდ არ ჰქონდა. ანუ დიპლომატია აღარ მუშაობდა?
აღარ, რადგან თემურის საბოლოო მიზანი უკვე აღარ იყო მხოლოდ ლოკალური კონტროლი ან ხარკის აღება. მისი მიზანი იყო საქართველოს როგორც წინააღმდეგობის კერის სრული განადგურება, გამუსლიმება ან ტოტალური გენოციდი. გიორგი მეფემ იცოდა, რომ დანებება ნიშნავდა ერის ფიზიკურ სიკვდილს. ამიტომ მან აირჩია აქტიური წინააღმდეგობა. ეგ ძალიან ლოგიკური ჩანს ახლა. ხო, მას უნდოდა ეჩვენებინა, რომ საქართველოს დამორჩილება იმდენად დიდ რესურსს მოითხოვდა, რომ თემურისთვის ეს წამგებიანი გამხდარიყო. და ამან გამოიწვია მეხუთე ლაშქრობა 1399 წელს. თემური ქმნის რჩეულთა 100,000-იან არმიას და ზამთარში წარმოიდგინეთ თქვენთვის. შუა ზამთარში იჭრება ჰერეთ-კახეთში, ხიმშიას ხევში, 20 დღე გადაუღებლად თოვს, ეს ხომ თავად თემურის ჯარისთვისაც ლოჯისტიკური კოშმარი იქნებოდა. 100,000 ადამიანის გამოკვება თოვლიან კავკასიის მთებში. სწორედ ეგ არის მთავარი მექანიზმი, რაც წყაროებში აღწერილი. 100,000-იანი არმია უძლეველია გაშლილ ველზე, მაგრამ მთიან ხეობებში ის იქცევა მოწყვლად მასად. მათ ჭირდებათ საკვები, ცხენებს ჭირდებათ ფურაჟი. და სად შეულობდნენ ამ ყველაფერს? ამიტომ ჯარისკაცები ტყეში ცულებით იკაფავდნენ გზას და ერთი თვის განმავლობაში შეუბრალებლად ძარცვავდნენ და ანადგურებდნენ ყველაფერს, მხოლოდ იმისთვის, რომ თავად არ დახოცილიყვნენ შიმშილით. ეს იყო სრულიად არაადამიანური ექსპედიცია ორივე მხარისთვის. და ეს ყველაფერი ლოგიკურად მიდის 1400 წლის მე-6 ლაშქრობამდე, რომელიც ალბათ ყველაზე შავასოებადაა ჩაწერილი ამ ეპოქის ისტორიაში. დიახ, ეს კულმინაციაა. დიპლომატიური მცდელობა ჩაიშალა, თემური ითხოვს მორჩილებასა და თაჰერის გადაცემას, გიორგი მე-7 კი თავისი ჩვეული სტილით პასუხობს ელწს პირდაპირ წარმოუდგენელი შეურაცხყოფით, თუ არ აღასრულოს საქმე ეგე, იყოს დიაცი და არაკაცი. ამ პასუხის წაკითხვისას უნდა გვესმოდეს, რომ ეს არ არის უბრალო უხეშობა. ეს არის გააზრებული დემონსტრაცია იმისა, რომ საქართველო არ აღიარებს თემურის ავტორიტეტს. ამით გამწარებული თემური უბრალოდ კი არ მოდის დასაპყრობად, ის მოდის ტოტალური განადგურებისთვის. და ბრძოლა გოგჩის ტბასთან იწყება. და აქ არის ერთი საინტერესო ტაქტიკური მომენტი. ბუნება ჯერ ჩვენს მხარესაა, ანუ ქარი და მტვერი მტერს პირდაპირ სახეში აყრის, რაც ქართველებს საწყის უპირატესობას აძლევს და ისინი ანადგურებენ მეწინავე რასმს. მაგრამ მე ვხედავთ, როგორ მუშაობს უსაზღურო ადამიანური რესურსი. დიახ, ეს არის ეგრეთ წოდებული ადამიანური ტალღის ტაქტიკა. როდესაც ქართველები დაიღალენ და ფიზიკურად გამოიფიტნენ, თემურმა საღამლოს სრულიად ახალი, დასვენებული ძალები შემოიყვანა ბრძოლაში. და მანდ უკვე შანსი აღარ იყო. კი, ამ მასის შეკავება უკვე შეუძლებელი იყო და ქართველებს უკან დახევა მოუწიათ. და ეს უკან დახევა იქცევა ჯოჯოხეთად, ქვემო ქართლისთვის. ხალხი გამოქვაბულებსა და მთებს აფარებს თავს. აქ მინდა ერთი წუთით შევჩერდეთ და მსმენელთან ერთად კარგად გავიაზროთ ის ვიზუალი, რასაც წყაროები გვიხატავს, იმიტომ რომ ეს ნამდვილად შემზარავია. კი, ეგ ალბათ ერთ-ერთი ყველაზე მძიმე ეპიზოდია. ანუ ეს არ არის უბრალოდ ბრძოლა ხმლებით. თემურის ჯარისკაცები იმისთვის, რომ მიუდგომელ გამოქვაბულებში შეფარებულ ხალხს მისწვდნენ, კალათებში სხდებიან, თოკებით ეშვებიან კლდეებზე და ზემოდან პირდაპირ გამოქვაბულებში ისვრიან ცეცხლმოკიდებულ ჩვრევს. ეს ხო თანამედროვეობის ცეცხლგამჩენი ბომბების შუასაუკუნეობრივი ანალოგია. სუსტად ეგრეა. წარმოიდგინეთ უბრალოდ ხალხი ოჯახები გამოქვაბულში, რომლებსაც ცოცხლად წვავენ. ტერორის ეს ფორმა მიზნად ისახავდა ფსიქოლოგიური განადგურება. ქვათახევის მონასტერში შეფარებული მოსახლეობა და ბერები ტაძარშივე გამოკეტეს და ცოცხლად დაწვეს, სვეტიცხოველი გაძარცვეს და მისი არქიტექტურული ნაწილები დაანგრიეს. საშინელებაა. ძამის ციხე, რომელსაც 7 დღე იცავდნენ, დაეცა. 60,000-მდე ადამიანი ტყუეთს წაიყვანეს და სამონებლად ეს აღარ იყო ომი, ეს იყო სრულფასოვანი ეთნიკური წმენდა. იცით, ამ ყველაფერს რომ ვაანალიზებ, მიკვირს საერთოდ როგორ გადარჩა ვინმე ფიზიკურად, როგორ არ წაიშალა ეს ქვეყანა რუკიდან. ჩვენ ვიცით ქნოღუს ციხის მაგალითი, სადაც ვირშელქსნის ერისთავი წარმატებით იცავდა თავს, რადგან ხეობა იმდენად ვიწრო იყო, რომ მტერი ძალებს ვერ შლიდა. კი, ეგ ცნობილი ფაქტია. მაგრამ ეს ხომ ლოკალური წინააღმდეგობები იყო, არა? გლობალურად როგორ გადარჩა ერი? თქვენ თავად ახსენეთ წეღან მთავარი გასაღები, რელიეფი და გეოგრაფია. საქართველო არ არის გაშლილი ველი. მთები, ღრმა ხეობები და ხშირი ტყეები მოქმედებდა როგორც ბუნებრივი ციხესიმაგრე.
ხო, ეგ მართალია. როდესაც აღმოსავლეთ საქართველო პრაქტიკულად ფერფლად იქცა, მეფე გიორგი მეშვიდამ უკან დაიხია და ლიხის ქედს მიღმა დასავლეთ საქართველოში გადავიდა. ეს ტერიტორია იმდენად რთული მისადგომი იყო თემურის მძიმე კავალერიისთვის, რომ მან იქ გადასვლა მაშინ უბრალოდ ვერ გაბედა. რელიეფმა შეაჩერა იმპერია. 1401 წელს იდება შამქორის ზავი, რადგან თემურს დასავლეთით ოსმალეთის სულთანთან ბაიეზიდთან აქვს საქმე გასარქვევი. მაგრამ როგორც კი იქ იმარჯვებს, 1403 წელს მერვეთ და უკანასკნელად ბრუნდება საქართველოში საბოლოო წერტილის დასასმელად. და აქ ხდება ბირთვისის ციხის ეპიკური დაცვა. ბირთვისი არის სამხედრო ინჟინერიისა და ბუნებრივი საოცრება, მართლაც. 95 მეტრიანი შიშველი ციცავო კლოდე. და მას იცავდა ციხისთავი და 30 დიდებული მცირე რაზმით. წარმოუდგენელია. დიახ, წარმოიდგინეთ, სოფლიოს უდიდესი არმია დგას ერთი კლდის წინ და ვერაფერ შვება. თემური იძულებული გახდა სრულიად არასტანდარტული ფსიქოლოგიური ომის მეთოდებისთვის მიემართა. დიახ, წყაროებში საუბარია ეგრეთ წოდებულ ხელოვნურ ხმაურზე. ანუ ისინი იყენებდნენ დოლებს, კვირილს, აკეთებდნენ ცრუშეტევის იმიტაციას ღამით. ეს ხომ თანამედროვეობაში ძილის აღკვეთით წამების კლასიკური მეთოდია, არა? კი ზუსტად ეგრეა. მიციხოვნეებს უბრალოდ ფიზიკურად აღარ შეეძლოთ ფხიზლად ყოფნა. და როცა საბოლოოდ ჩაეძინათ 33-მა სპეციალურად გაწორცნილმა მებრძოლმა თოფის კივეებით შეძლო ამ 95 მეტრიან კლდეზე აწოცება. ეს პირდაპირ შუა საუკუნეების სპეცრაზმის ოპერაციას გავს. ნამდვილად ეგრეა. ციხე დაეცა და თემურმა კიდევ ერთი ფსიქოლოგიური დარტყმის მიზნით ციხისთავის ცოლი საჩუქრად შარვანშახს გადასცა. ამის შემდეგ კი ის იღებს გადაწყვეტილებას, რომ დროა დასავლეთ საქართველოში გადავიდეს და საბოლოოდ მოამთავროს გიორგი მეშვიდე. და გადადის კიდეც, ხო? იწყება იმერეთის ლაშქრობა, რომელიც სექტემბრიდან დეკემბრამდე გაგრძელდა. მართალია თემურის არმიამ იქაც 703-მდე ობიექტი დაანგრია, მაგრამ მოხდა ის, რასაც თემური ყველაზე მეტად გაურბოდა. ტყიანმა, გაუვალმა გზებმა, პარტიზანულმა წინააღმდეგობამ და მოახლოებულმა ზამთარმა მისი უძლეველი არმია ფიზიკურად გამოფიტა და მორალურად გაანადგურა. და აი აქ მივდივართ ყველაზე დიდ კითხვამდე. თემური არის იმერეთში? ის თითქოს ანადგურებს ყველაფერს, ქუთაისამდე აქვს მიღწეული. მაგრამ რატომ ითხოვს თავად ის ზავს? აი რა შეიცვალა? მას ხომ გამარჯვება პრაქტიკულად ხელში ეჭირა? იმიტომ, რომ თემურმა ბოლოს და ბოლოს გააცნობიერა ერთი ფუნდამენტური ჭეშმარიტება ამ ქვეყნის შესახებ. როგორც არაბული და სპარსული წყაროები უწოდებენ, მან დაინახა საქართველოს ამოუძირკვავი ფესვი. რას ნიშნავს ეგ პრაქტიკაში? საქართველოს ჰქონდა დეცენტრალიზებული ფეოდალური სტრუქტურა. ანუ ერთი ციხის აღება არ ნიშნავდა რეგიონის დამორჩილებას. მეფის უკან დახევა არ ნიშნავდა კაპიტულაციას. ხალხი იხიზნებოდა, მიმართავდა პარტიზანულ ტაქტიკას და ზამთრის მოახლოებასთან ერთად დამპყრობლის რესურსი დნებოდა. თემურმა გაიაზრა, რომ ტერიტორიის ფიზიკური გადაწვა არ ნიშნავდა მის პოლიტიკურ დამორჩილებას. ხო, ის უბრალოდ ვერ შეძლებდა აქ ჯარის სამუდამოდ გაჩერებას. აბსოლუტურად. ანუ მან რეალურად გაიაზრა, რომ ეს ომი უძირო ორმო იყო მისი იმპერიისთვის. ამიტომ მან უკან დაიხია თავისი მთავარი კატეგორიული მოთხოვნიდან. ხო გახსოვთ, ის ითხოვდა, რომ გიორგი მეშვიდე პირადად წვეოდა მას, მუხლებზე დამდგარიყო და მორჩილება გამოეცხადებინა. დიახ, ეგრეა და 1403 წლის ზავში ამაზე საუბარი აღარ ყოფილა. გიორგი მართალია გაგზავნა მდიდრული საჩუქრები, 1000 ოქროს ფული, 18 მისხლიანი ლალი და 1000 ცხენი, მაგრამ მან შეინარჩუნა თავისი პერსონალურად დამოუკიდებლობა. ანუ არ ეახლა. არა, ის არხლებია თემურს და თემურისთვის როგორც უკიდურესად პატივმოყვარე და აბსოლუტური ძალაუფლების მქონე მმართველისთვის ეს იყო უზარმაზარი სახის შემლახავი კომპრომისი. მას მოუწია ეღიარებინა, რომ ერთი პატარა ქვეყნის მეფე მას პირადად არ დაემორჩილა. ვაუ! ეს არის რეალურად შეუქცევადი ძალის შეჯახება ურყევ ობიექტთან. 17 წლიანმა ომმა ქვეყანა ფიზიკურად ნანგრევებად აქცია. ეკონომიკა პრაქტიკულად გაქრა. დემოგრაფიული დანაკარგი კატასტროფული იყო. მაგრამ ამ ტრაგედიის მიღმა დგას მთავარი ფაქტი საქართველოს დამპყრობელს არ მისცა თავისი მთავარი მიზნის, ანუ ქვეყნის იდენტობის გაქრობისა და სრული ასიმილაციის მიღწევის საშუალება. და სწორედ ეს მიგვიყვანს წყაროებში მოცემულ იმ ფილოსოფიურ და ძალიან ღრმა ფინალურ აზრამდე, რომელიც ნამდვილად იმსახურებს ჩვენს ყურადღებას. აბა გისმენთ.
წარმოიდგინეთ თემური 1403 წელს. ადამიანი, რომელმაც ინდოეთი 8 თვეში აიღო. ადამიანი, რომელიც აკონტროლდა პლანეტის უდიდეს ნაწილს. ის ტოვებს საქართველოს უკანასკნელად, სამუდამოდ, ფეხამოკვეთილი. წყაროები მას იხსენიებენ როგორც დიდ ხეიბარს. საინტერესო ტერმინია. კი, და ეს სიტყვა მხოლოდ მის ფიზიკურ ნაკლს არ აღნიშნავს. ის მიდიოდა მძიმე ფიქრებითა და ეწვებით დატვირთული, ფსიქოლოგიურად დატანჯული, ამ 17 წლიანი დაუსრულებელი კოშმარით. დაფიქრდით ამაზე თქვენთვის. როდესაც ეს უძლეველი იმპერატორი კავკასიის მთებს ტოვებდა და უკან იხედებოდა, გადამწვარი მიწის მიუხედავად, თუ მართლა გრძნობდა თავს გამარჯვებულად. თუ მართლა დაიპყრო მანის, რისი დაპყრობაც ასე ძალიან სურდა. ძალიან კარგი კითხვაა. ეს არის კითხვა, რომელიც გვაჩვენებს, რომ ზოგჯერ ტერიტორიის განადგურება არ ნიშნავს მის დამარცხებას. უზარმაზარი მადლობა, რომ ჩვენთან ერთად შეისწავლეთ ეს რთული, ტრაგიკული, მაგრამ ამავდროულად საოცრად ინსპირაციული ისტორიული მასალა დღევანდელ წყაროების ანალიზში. დიახ, მადლობა, რომ გვისმენდით. ჩვენ გიწევთ თავად განაგრძოთ ამ ეპოქის დეტალების ძიება. კიდევ ბევრი რამაა აღმოსაჩენი. დროებით.